უამინდობა საქართველოში და ღვარცობს საშიში მდინარეები ლაგოდეხში. მუნიციპალიტეტის საფრთხის შემცველი ხევების სიმრავლით გამოირჩევა. ადგილობრივი ხელისუფლება წყალმოვარდნების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე მდინარეზე ნაპირსამაგრის სამუშაოები განხორციელდა. ცნობისათვის წინა წლებში გაზაფხულობით მუნიციპალიტეტში ხევები დიდდებოდა და მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად საცხოვრებელ სახლებსაც უტყურავდა. ყველა მდინარეს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოედინება, ფაქტობრივად აქვს მთის მდინარის სტატუსი, ღვარცოფულ მდინარეებს წარმოადგენენ და ყოველწლიურად ჩვენ გვიწევს ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით ჩვენი კახეთის რეგიონის მწვანეობის მხარდაჭერით პრევენციული სამუშაოების ჩატარება და ასევე სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, რაც გულისხმობს ძირითად ნაწილში ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელებას, გაბიონების მოწყობას, როგორც ქვის გაბიონის, ასევე რკინაბეტონის კონსტრუქციის მოწყობას. მინდა გითხრათ, რომ წინა წელს 2024 წელს თითქმის 1 კილომეტრის სიგრძეზე, ზუსტად რომ თქვა 962 გრძივ მეტრზე განვახორციელეთ აღნიშნული ტიპის სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა სოფელში და სხვადასხვა ხევებზე, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი იყო მუნიციპალიტეტისათვის 1,993,000 ლარი. დავასრულეთ ის სამუშაოები ვადებში, ყველა ლოკაციაზე მოქალაქეების უსაფრთხოება, როგორც საცხოვრებელი სახლის, ასევე სავარგულების და ნაკვეთების არის დაზღვეული უკვე. მარტის თვეში სპეციალური განკარგულებით გამოგვეყო 2,5 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ასევე ანალოგიური ტიპის სამუშაოების შესრულებას მდინარე ნოსხევზე, მდინარე არესზე და ასევე მოხდება ამ თანხიდან სოფელ დავითიანისში დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციაც, რომელიც სტიქიის შედეგად არის დაზიანებული. ანუ ამ 2,5 მილიონი ლარიდან ფაქტობრივად სრულად იქნება ათვისებული და ეს ლოკაციები იქნება უსაფრთხო უკვე მოქალაქეების